ჰაი ხალხო, მოგესალმებათ ტრენდული და გულანთებული Q-დოდი. მივმართავ სამღვდელოებას, მივმართავ მთავრობას, მივმართავ ქვეყანას და ვინც ახართ. ტელევიზიებო დავდგეთ ფეხზე, აღმართოთ ეს ჩემი ვიდეო და ვატრიალოთ ტელევიზიიდან, ტელევიზიებში რომ იქნება ასე მაინც მივიდეს ეს კითხვები, ვისთანაც უნდა მივიდეს ურამე დარდება. ახლა ჯვისწერის და ნათლობის ფასება საყდარში სუდაკარგეს თავმოყვარეობა ისე გაფრენილი ფასები. ჩემთვის უფალი არის ერთი, უფალთა დასაკავშირებელი არის მამაო. ახლა კითხვა მაქვს ჯერა მამაოებთან. გენაცვალათ დოდონამ. რამდენჯერა მივსურვა და მიფიქრია რომ მივიდე და ჩავეხუტო სულიერ მამას. მაგრამ ჯვისწერის ფასებმა უკვე ჩაუქროლა ევროპას და ნათლობისა. რატო? ძალიან ვარ დაინტერესებული. ბალღი ვერ მომინათლავს თუ 300 ლარი არ მოგროვდა, შვიჯერა მომაგროვე მერე დავეხარჯა. ესა ერთი. მერე ნათლობის ფასი ხო უკვე პაკადასვიდანიაშია ისია გაჭრე ეკლესიას. ზოგანაკლები ზოგან ვერ ამიწვდები, ჩემი აი მოკვდავი ვერ ამიწვდება. არ არის პრობლემა, დავრჩები ჯვარ დაუწერელი. მაგრამ ჯვარ დაუწერელი თანამე ახლა მე დარდება იქა რო ავარ, მაღლა უფალთან არა ვარ. რა ესე იგი რაღაცა ქალი და კაცი უძგზაზად გახარ ხო? ხო. მაინტერესებს თუ ასე უჭირს ეკლესიას სამღვდელოებას, მეგონება რომ დაუჭირდეს, მაგრამ ეკლესიებს რატო უჭირს გუნძი არა ვარ? და ასე დღეში ხართ მამაოები რომ შესაჭირის გარეშე ვსიო ეკლესიები არ ვიცი ვერ დადგება ფეხზე და მოკლედ რა სანთლების ფასებზე აღარ მერე ვილაპარაკებ. რაინაირად დადიხართ ამერებით, ჯიპებით და ბენტლებით. მე უბრალოდ მაინტერესებს. ვიზა შემომაფრიდები თვალის გუგებში რომ როგორა გაიჟი მამაოსო აქვე გეტყვით. როგორც მე ვარ ადამიანი, ისე არის მამაო ადამიანი და ვკითხულობ. კითხვის უფლება მაქვს. აზრის გამოთქმის უფლება მაქვს. უფალი არის ერთი და მე კარგად ვიცი როგორ ავესაუბრო მას. მაგრამ უფალიც მე მგონებ რომ ხედავს დაბლა რა ხდება, ხო? მაინტერესებს ხალხო. მე მართლმადიდებელი რატო ვერ ვიწერ ჯვარს თუ არა მაქვს ფული? არ შეიძლება რომ ცოტა ფულით მოვიდე და ჯვარი დავიწერო. არა. თანაუდად ქეში ერაცვალა დოდონა. ახლა არ ჩამომათვლევინოთ. ხო? ღირსეული მამაოს მოძებნა უკვე ძალიან გაჭირდა. ბიზნესათა გაქვთ ხო? საყდრები ქცეული ვიღაცებს. საერთოდ მიდის თქვენთან რამე? საერთოდ ხართ ვინმე ვინც აკონტროლებს ამ ყველაფერს თუ მიდით? თავის დებაზე ვართ ყველაფერში როგორც ვართ ისე და ყველაფერში ხო? ჩვენი ჭკუით არ ვცხოვრობთ და ფასები ხო საერთოდ სად არის ასული აღარც ვიდა ამაზე ვილაპარაკო, ამაზე მერე ვილაპარაკებ. და ახლა სანთლების ფასები რომ სადღაც არის წასული და ვეღარ მეწევით, იგეცე კარგად ვიცით. ახლა მაინტერესებს რომელ ნაწილში ვყვი. სანამ კომენტარს დამიწერ ხო, კარგად დაფიქრდი რომელ ნაწილში ვყვი. ძალიან აღთხოვთ რა, გავაზიაროთ ესა ვიდეო, დავაკომენტაროთ, დავალაიხოთ, მივიდეს შესაბამის უწყებამდე. რა გვეშველება, რატო ვართ ამ დღეში? მე როგორ ვიცი ვაფშე არ უჭი სამღვდელოებას და რა ხდება?